მოგესალმებათ შაბათის მებაღე. წინა ვიდეოში ვთქვი რა საქმეების გაკეთება მინდა. საერთოდ ესეთი ბაღის რევიზია შუაკვირაში მშველის რომ შაბათს როცა მე ძირითადად მიცალია ესეთი დაგეგმილად ვიმუშაო რა არის სასწრაფო რისი გადადება შეიძლება და ძალები რაზე მეყოფა. ეს არის ლურჯი მოცხარი აგერ მეორე კიდე რომ ვიყიდე ეს ხანაყოფი მეორე წელს ჩემთან რაც იყო არაფერიც არ ესხა ჩემი მიწა არის აბსოლუტურად ტუტე არა თუ ტუტე არის თიხა და კირი აი აქ ვეცადე ეს მიწა გამეუმჯობესებინა როგორც ხედავთ საკმაოდ კარგად გამოიყურება აქ მქონდა პერლიტი არეული შავი მიწა ბაღის ნაყიდი მაგრამ ჭამს მიწა გარშემო იმას რაც მე შევქმენი ამიტომ გადავწყვიტე გაუკეთო ამას ბარიერი აი ამის სახით ეს სიმაღლე სავარაუდოდ ეს არის რკინის რაღაც ნაჭრები ამის სიმაღლე მე სავარაუდოდ არ მეყოფა იქ მაქვს უფრო გოფრირებული მის გასწორება მომიწევს ქვეშ იმას ჩავუფენ რომ მიწის ის რასაც ახლა მე ამ მიწას ვუზამ დავამჟავებ გავაფხვიერებ გავაკეთებ ისე რომ ტენის შენარჩუნება შეეძლოს კაი იქნებოდა რომ მქონოდა წიწვი რომ ფესვებთან ჩამეყარა ის ნელა გამოყოფს მჟავიანობას მაგრამ ნუ არ მაქვს მე ზემოდან თუ ვიშოვე სადმე დავმულჩავ ეხლა უყურეთ რომ დავიწყეთ ხრა ამოვიდა ესეთი ბალახი აი ეს არის საშინელი სარეველა წვნიანი სქელი ფესვებით ღრმად ჩადის ეს აუცილებლად უნდა ამოიღოთ იზრდება მაღალი ბალახი იკეთებს თავთავებს ითესება ეს არაფრით არ უნდა დატოვოთ ამის გამო ცოტა გამიფართოვდა ორმო მაგრამ პრობლემა არ არის მოვაგორე ურიკა ჩავყრი ახლა აქ ამ ამოღებულ მიწას თან გავასუფთავებ სარეველებისგან მშვიდად დინჯად ვიმუშავებ იმიტომ რომ ეხლა ერთხელ გაკეთებული კარგად გაკეთებული საქმე შემდეგ მე პრობლემას აღარ გამიჩენს ამაში აურევ ტორფს მჟავე ტორფი მაქვს ნაყიდი თლიანად ტორფს არ ჩავყრი არ გირჩევთ იმიტომ რომ ტორფი მალე შრება და მჟავე ტორფი რომელ მცენარესაც ჭირდება იმას აი თუ დაუკვირდებით იმას ყველას ჭირდება მეტად ტენიანი მიწა სველი მიწა და ტორფი ადვილად შრება ამიტომ აურევ ჩემ მიწაში აგრეთვე აი გარშემო ორმოს რო გავაკეთებ ჩავუყრი საკვებს NPK-ს უფრო ნიტროს 18 მაქვს ჟელეს მაგვარი მასა რომელიც შემდეგ თქვათ იმას მოუყრი წყალს იწოვს იბერება და აწუდის მცენარეს რადგან მე აქ არ ცხოვრობ და თუ ვერ მოვახერხე მორწყვა მცენარემ შეინარჩუნოს ეს სითხე ტენიანობა სხვათა შორის ესე გავახარე ხეხილიც იმიტომ რომ მაშინ აქ მეწყალი არ მქონდა და ბოცებით არ მომქონდა ხოლმე წყალი როცა ვახერხებდი და ეს საკმაოდ ჯრომატევადი რაღაც ყოფილა რომ ცოდნოდა რომ ჯერ წყალი უნდა მქონდეს და მე ხეხილი ჩავრგო თავის დროზე მაგას არ ვიზამდი მაგრამ როგორც გითხარით გამოუცდელი ვიყავი და ბარის ხმარებაც კი გუგლით ვისწავლე არა უშავს მე თუ ვისწავლე თქვენც ისწავლით და ანუ თუ რამეს არასწორად ვაკეთებ მე ვიღებ აბსოლუტურად ყველა შენიშვნას ამასთან ცოტა გამოუცდელი ვარ და ისევ იმ ცოდნას ვემყარები რაც ინტერნეტში მოვიძიე რაც წავიკითხე რასაც ვუყურე სხვათა შორის ჩვენთან ქართველებს ძალიან კარგად აქვთ ახსნილი ეს მომენტები და მოკედ აი ხა გავაგრძელებ და მე გაჩვენებთ რა შედეგს მივიღებ ჩავედი ცოტა კიდე დარჩა რომ ჩავიდე იმ ბუნებრივ მიწამდე
რაც აქ არის. კირქვა, თიხა, უკვე ვეღარ ვერევი. აი ეს არის თიხა. გამოცხობა ყაკლია. წარმოიდგინეთ, ეს უნდა ამოვიღო. შევცვალო ნიადაგი, გავაფხვიერო. მჟავიანობა აუწიო. თორემე სცენარი რომ გაიზრდება. ეს ფესვების გატანა ამის ქვეშ გაუჭირდება. მთლიანად ამოვიღე, რომ იცოდეთ, გარშემო შემოვარვის დროს ვიგრძენი, რომ მცენარე მთლიანად ამოდიოდა თავისი მიწის ბოლქვით. აი ესე. ეს ვერაფერს ვერ იგრძნობს. არ დამიშლია მიწის ბოლქვი, ფესვები არ ჩანს. რამდენად კარგი მიწა მაქვს აქ. და ამას ეგრევე გადავიტან. ასე რომ არაფერი საშიში აქ არ არის. ეს წიწვები რაც მაქვს დაყრილი, ტუიასი ესიც არაფერს არ შვება. მინდა ფიჭვის წიწვები. მოკლედ. აი ესეთი რაღაც გავაკეთე. ეხლა ამას დავიწყებ ამოვსებას, როგორც გითხარით აქეთ. ცოტათი კაი მიწა ავიღე. აი ზემოდან მოხდა უკვე ძირის მიწა, რომელიც არ ვარ გამას მოვაშორებ. და ეხლა რას ვიზამ? მოკლედ. რეები მაქვს აქ. რომ თხრიდი იყვნენ ამას ცოტა მოვაშორებ. კირიან მიწას ეს ცოტა ფესვებისგანაც გავანთავისუფლე. ამას სიმჟავით რომ არ შემიჭამონ. ფესვები არ დამიზიანონ. ბუგრები არ აიტანონ. ჭიანჭველები საწინააღმდეგოდ ციტრუსების ქერქი. მაქვს გამხმარი, ამას ვიხმარ. აგრეთვე აი აქ რაც მაქვს ვიხმარ შემდეგში. მაგრამ რაც მთავარია, უნდა ვიხმარო. აი ეს. ეს მაქვს ძველი შემორჩენილი. რა ქვია ამას ღმერთო ჩემო. ნუ ჟელია, ესეთი ხვიერი მასაა, ჟელი, რომელიც წყალს აიღებს, დაიბერება და როცა მცენარეს მოაკლდება, მცენარე აქედან აიღებს წყალს. ეს იმ შემთხვევაში თუ ვერ მოვახერხე მორწყვა. ამის გარდა ავურევ ეხლა გამოვიტან მჟავე ტორფს აურევ, გითხარით რატო არ უშვები მარტო მჟავე ტორფს. ჩავყრი ისევ ამ ორმოში. მოკედა ესე ვიქცევ, მე გაჩვენებთ რითი მოვწყავ და გამოვკვებავ. აი ამ ტორფს უშვები pH-ი 3.5-4.0. მე მეორეს მაინც დღეს ვერ ამოვიღებ, ორი მაქვს. დავიღალი და ვერ მოვასწრებ, ამას თლიანად უზავ ამჟავე ტორფს და ერთს კიდე ვიყიდი. მეორესთვის ამას თლიანად აურევ ამაში. ნუ ხვდებით ხომ, ამაშივე აურევ, ეხლა მე მით ბარით და ჩავყრი უკან. მაშასე მოვათავსე ლურჯი მოცვი, ისე რომ არ დამიშლია მიწა, რომელშიც იდო, ფესვები არ გამიშლია, არ ჩანს, ასე რომ ვერც იგრძნობს ეს რა მანიპულაციები გავუკეთე, როგორც გითხარით, იმისათვის რომ იყოს ტენიანი, მე ფესვებთან დავუყრი სუპერ აბსორბანტს, ანუ აბსორბანტი იცით ხომ, რომ აი წყალი რომ სითხე რომ შეინარჩუნოს, ეს კიდე ძველი მაქვს შემორჩენილი.
ბევრი მოვივიდა არა უშავს. რაც მეტი მით უკეთესი. და დავუმატებ იმას NPK-ს 18. ეს ბევრი არ უნდა. ამ ბუჩქს ეყოფა სადღაც 20 მილიგრამი, ესე სადღაც კოვზი თავით, სუფრის კოვზი, ანუ ჩემი ერთი მუჭა. მეტი ამას ეხლა არაფერს არ იმას ვიზამ, დავუყრი, შემოუყრი გარშემო მიწას და მერე გაჩვენებთ რითი მოვწყავ. ხელში გახსნით ცოტა ალიეტს, რადგან მე არ დამიშლია მიწის ბოლქვი, რომელშიც იდო ლურჯი მოცვი და არ ვიცი ფესვები რა მდგომარეობაშია, ყოველი შემთხვევისთვის თავს დავიზღვევ და ცოტა ალიეტს ჩავუყრი, რომელიც არის ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ, ძალიან ცოტას. აგრეთვე, როდეს თუ მცენარეს მოკლედ ვუზამ ბიოგუმატს, ეს ეხმარება მცენარეს რომ აითვისოს საკვები მიწიდან, ადვილად აითვისოს. ბიოგუმატსაც ჩავასხამ, ძალიან რომ შეხედოთ 10 ლიტრი წყალზე. საკმარისია, სადღაც 1-2 სუფრის კოვზი. წავიღე ამის თავსახური, იყოს ესე დავდებ. მოურევ ამ ყველაფერს კარგად, რომ გაიხსნას. ბიოგუმატმა როგორ შეაფერა და რადგან მიწა როგორც ნახეთ სველია ამ გაზაფხულზე იმდენი თოვლის ნაჟური ჩავიდა. და აი ხომ ხედავთ გარშემო მე შემოვუტკეპნე ესე. აქვე ჩავასხამ ამ სითხეს, ისედაც ხო იცით რომ მცენარეს ჭირდება წყალი, რათა ფესვებთან ადვილად მოხდეს ანუ ფესვთან მოხდეს მიწა, არ დატოვოს ჰაერის ბუდეები, სადაც ჩნდება 1000 სოკოვანი დაავადება. ეხლა აი ეს რო ჩაიწოვს, მიწა იკეთებს ხოლმე კანს, ქერქს. მერე ისკდება და იქ ადვილად აღწევს როგორც სიცხე, ისე წვიმა პირდაპირ ფესვებთან. ამიტომ მე მაქვს დატოვებული აგერ მშრალი მიწა. უკვე თქვენს გარეშე ზემოდან მოვაყრი მულჩასავით და სულ ეს არის, რასაც ვაკეთებ ლურჯ მოცვთან. ნუ სულ ეს არ არის. თუ სადმე ფიჭვის წიწვი ვიპოვე, გარედან მინდა მოვაყარო მულჩის სახით. მეორეც გასაკეთებელი მაქვს, მეც მე დღეს ვერ გავაკეთებ, დავიღალე. მეორე სხვა დროს. დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად მომიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. შაბათის მებაღე მომავალ შეხვედრამდე. კეთილი სურვილებით.